ჯენი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო და თავის პატარა მოსწავლეებს ხშირად თავად მიუძღვებოდა სხვა გაკვეთილებზე, მაგალითად მუსიკის ან ხელოვნების გაკვეთილებზე. როცა მასწავლებელი ერთ ხაზზე ჩამწკრივებას თხოვდა ბავშვებს, ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ, რომ როგორმე სათავეში მოქცეულიყვნენ. ერთ დღეს ჯენი ბავშვები გააოცა, მან ყველანი შემოაბრუნა და ერთ წამში ისინი, ვინც ბოლოში იდგნენ, ახლა თავში აღმოჩნდნენ. მოსწავლეებმა გაკვირვება ვერ დამალეს. ერთხელ იესო ქრისტემ შენიშნა, როგორ ეცილებოდნენ თავისი მოწაფეები ერთმანეთს პირველი ადგილის დაკავებაში და უთხრა იგავი, რომელმაც ნამდვილად გააოცა ისინი. იგავი შეეხებოდა საქორწინო ნადიმს. უფალმა დაარიგა ისინი და უთხრა, რომ ქორწილში მისვლისას წინა ადგილის დაკავების ნაცვლად ბოლო ადგილზე დამსხდარიყვნენ. ქრისტემ საფუძველი გამოაცალა იმ დროს მიღებულ სოციალურ ნორმებს, როდესაც თქვა, რადგან ყველა ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. ცათა სასუფეველის ეს პრინციპი ძნელი მისაღები შეიძლება იყოს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადამიანებს გვაქვს ცდუნება იმისა, რომ როგორმე მოვიგოთ და შეიძლება ბოლო ადგილი იმ მოტივით დავიკავოთ, რომ შემდეგ წინა ადგილზე დაგვსვან. თუმცა უფალი იესო მოგვიწოდებს, რომ მივყვეთ მის მაგალითს და მას ვთხოვოთ დახმარება იმაში, რომ ჩვენს აზროვნებას სწორი მიმართულება მისცეს, რათა თავდაბლურად დავიკავოთ ბოლო ადგილი, თითქოს ეს საპატიო წინა ადგილი იყოს.